შეკოწიწებული აიღოს ხო ეს რაღაც პროცენტები, მაგრამ ეს ერთადაც რო აიღონ თავიდან და მოიგოს ამ ოპოზიციამ და მოვიდეს გვარამია მაგალითად და იყოს ერთ-ერთი ლიდერი და რაღაც წამყვანი პოზიცია ქონდეს პარლამენტში. რა იცვლება ამით საქართველოში ეკონომიკურად? აი ამაზე გამეცით პასუხი, ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ დღეს საშუალო სტატისტიკურ მშრომელს საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ ანაღულებს მაშინ, როდესაც შვილი ყავს გამოსაკვები. ამაზე უბრაზდები მე ზუსტად და ამაზე პასუხი არც პოზიციას აქვს, არც ოცნებას აქვს ამაზე პასუხი. და არც ოპოზიციას აქვს. ერთადერთი მათ რაც აინტერესებს არის ეს რაღაცა მედროშეობა მართლა და ამერიკის და ევროკავშირის დროშების ფრიალი პარლამენტის წინ რამდენი წელი შეიძლება ეს გაგრძელდეს. რამდენი დეკადა შეიძლება ეს ერთი და იგივე ნარატივი გავრცელდეს და არავის არ კონდეს ინიციატივა. ნუ ჯერ მარტო ეხა უცებ გამახსენდა მაღაროელების აქცია იყო, ხო, პროტესტი. საწყალი ხალხი ამ სიცივეში იწვა იქ კარვებში, ზოგს კარავიც არ ქონდა, პირი ამოკერილი შიმშილობდნენ 10 კაცი ვიდექით საპროტესტო აქციაზე. სად იყო მთელი ეს პროგრესული ახალგაზრდობა ძალიან მაინტერესებს. სად იყო ის ხალხი, ვინც ახლა პარლამენტთან დგას? იმიტომ არ იყო, რომ თქვენ მართლა კი არ განაღლებთ ვიღაც მშრომელების ეკონომიკური მდგომარეობა. არამედ ერთადერთი რაც განაღლებთ არის ეს რაღაცა პოლარიზებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მაგითო ხდება ეს. თქვენ რო რეალურად რაღაცა განაღლებდეთ, ამდენი ხალხი შეიკრიბებოდით მაშინ, როცა რეალურად გაბრაზდებოდით, როცა რეალურად გეკნებოდა პროტესტი ამ ეკონომიკის მიმართ. ეს არის პროპაგანდის ბრალი, მე დარწმუნებული ვარ ყველას აქვს ამ ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გალაშქრების სურვილი და დამჯერე ეს მივახში ხაზარაძესთან ხალხს არ ამგონია უხაროდეს დგომა. და არც ისიც მობეძდათ, რასაც ოცნება თავაზობს ამდენი ხანი და ოცნება რეალურად არაფერს არ თავაზობს, ისე იქამდე დავიდა ჩვენი პოლიტიკა, რომ ჩვენ ახლა გვიწევს ბრძოლება იმაზე, რომ ქვეყნის მთავრობაა და ოპოზიცია იმიტომ დაამსჯერთ, რომ ომაზე არ გაწევს ქვეყანა. აი აქამდე დავარდა ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა, რომ ალტერნატიული პარტია არ არსებობს დღევანდელ დღეს, რომელიც არც ოცნების ხედვას გაიზიარებს და არც ნაცების, რომელიც საბოლოო ჯამში გინდა არ გინდა ერთი არის რა. განსაკუთრებით ეს ჩანს ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკაში და ჯანდაცვაში რა. აი აქედან არის ამოსავალი.